გამარჯობათ, მინდა მოკლედ გიამბოთ ველოსიპედის სიჩქარეების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ეგ ინფორმაცია გარკვეულწილად გამოგადგება. ალბათ ბევრ თქვენგან საინტერესებს თუ როგორ და რა პრინციპით უნდა მართოთ გზის ამა თუ იმ მონაკვეთში ველოსიპედი. ამას ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ. პირველ რიგში ყურადღება მიაქცეთ ველოსიპედის ცებს. ის უნდა მოძრაობდეს სწორად და არ უნდა იყოს გადახრები. მაგალითად, თუ ცეპი წინა ყველაზე პატარა ვარსკვლავზეა, მაშინ ის უკანა ვარსკვლავების პირველიდან მეოთხე კბილანების შუალედში უნდა ამოძრაოთ. როგორც ეგ სურათზეა მოცემული. თუ მას წინა შუალედურ ვარსკვლავზე გადავიყვანთ, მაშინ ის უკანა ვარსკვლავების მესამედან მეექვსე შუალედში უნდა ვამოძრაოთ. ხოლო თუ მას წინა ყველაზე დიდ ვარსკვლავზე გადავიყვანთ, მაშინ ის უკანა ვარსკვლავების მეხუთედან მერვე შუალედში უნდა ვამოძრაოთ. თუ მოძრაობთ მთაში ან აღმართზე, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ცეპი ამოძრაოთ წინა ყველაზე პატარა ვარსკვლავზე და უკანა ყველაზე დიდ ვარსკვლავზე. ხოლო ჩქარის სიარულის შემთხვევაში რეკომენდირებულია ცეპი ამოძრაოთ წინა ყველაზე დიდ ვარსკვლავზე და უკანა ყველაზე პატარა ვარსკვლავზე. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. წარმატებებს გისურვებთ.